Დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა საზოგადოებრივი პოლიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბრიფინგი. ხათუნა ბერძენიშვილმა დღეს რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ხვალ პარლამენტში დაგეგმილი არის შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის გარკვეულ წევრებთან და ის ამბობს, რომ მას არ მიუღია მიწვევა, რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ამიტომ ხათუნა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ვარაუდობს სწორედ ამის საფუძველზე, რომ პარლამენტის დასკვნა, რომელსაც საკანონმდებლები ხვალ გააკეთებენ, იქნება ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე. კიდევ ერთი თემა, რასაც დღევანდელ ბრიფინგზე ხათუნა ბერძენიშვილი შეეხო, ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. მან მოუწოდა დღეს ბორდს, რომ დაინტერესდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების და ბოლოდროინდელი აქტივობების და საქმიანობით. ასევე დღეს ხათუნა ბერძენიშვილს უპასუხა გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა ჩართულოვანმა, რომელიც არის ამავდროულად საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ჩართულოვანი ამბობს, რომ ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დავალებით დღეს აპირებს საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათთვის გარკვეული პროცედურების განმარტებას. საკანონმდებლო ორგანო აპირებს შეხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს და მათგან მიიღოს ინფორმაცია მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის არავის არ შეუტყობინებია და მათ არ გამოუთქვამთ სურვილი, რომ ჩემგანაც მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მხრიდან ვსაუბრობ მე ამ დღეების განმავლობაში. ბუნებრივია ეს ფაქტი და ცალმხრივად მიღებული ინფორმაცია მაძლევს საფუძველს იმისა, რომ ვივარაუდო, რომ პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ასე ცალმხრივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიტანს ცალმხრივ დასკვნას. უკვე რამდენიმე დღეა საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს საკუთარ რამდენიმე გადაცემაში აყურებინებს და ასმენინებს მხოლოდ თავის პრაგმატულ ინტერესებზე გათვლილ მოსაზრებებს. ამის პარალელურად საინიციატივო ჯგუფი უკვე შევიდა ჩიხში. ისინი ხან სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებენ, ხან ამბობენ, რომ თუ კი სამეურვეო საბჭო თანამდებობაზე აღადგენს გენერალურ დირექტორს, მაშინ აღარ დადგება ბორდის პასუხისმგებლობის საკითხი. მე მაქვს შეკითხვა, რა ვაჭრობასთან გვაქვს საქმე? რითი ევაჭრება საინიციატივო ჯგუფი სამეურვეო საბჭოს და ვთხოვ კიდევ ერთხელ ბორდს ზუსტად ამჯერად ამ ფაქტით დაინტერესდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს საღამოს საინფორმაციო სამსახურს უნდა შეხვდეს 64-ის ვაშლების პროდიუსერი. გოგა ჩართულოვანის კომპეტენციასა და პროფესიონალისთან დაკავშირებით მე არ დავიხარჯები. უბრალოდ ვიტყვი, რომ მას საინფორმაციო სამსახურის კეთების არანაირი გამოცდილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ვერსიას, რაზეც მე მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობ, რომ ეხლა მთავარია საინფორმაციო სამსახურში კომპეტენტური კადრი ჩანაცვლდეს ნაკლები კომპეტენციის ადამიანებით. მე დღეს მოამბის კოლექტივს ვხვდები მხოლოდ იმიტომ, რომ გავიცნო უფრო კარგად და ვუთხრა, რომ თუ რაიმე საკითხი ეხება საკითხი მხოლოდ პროცედურულ საკითხებს, ეს იქნება დაკავშირებული მივლინებასთან, იქნება დაკავშირებული შრებულებასთან, იქნება დაკავშირებული სხვა რამ ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, რომ ამ საკითხებზე შეუძლიათ მომართონ ამ შემთხვევაში მე, რადგან მოამბე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი პროექტი არის ტელემაუწყებლობის შემადგენელი ნაწილი. არანაირი პოლიტიკური სარჩული აქ არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომლის შეხვედრა მეორე თანამშრომელთან ყოველგვარი სხვა რაღაც ქვედა ფიქრების გარეშე. თუ ეს პოზიცია, რომელიც მე დღეს მიკავია, მიუღებელია ან ქალბატონი ხათუნასთვის, ან სხვა ვინმესთვის და თვლია, რომ ტელემაუწყებლობის დარგში მოადგილე მე არ შეიძლება ვიყო, იმიტომ რომ ვაკეთებდი რომელიღაც სატელევიზიო პროექტს, მე მინდა ვთქვა, რომ არა მარტო 64-ის ვაშლებს, არამედ მე ვაკეთებდი ძალიან ბევრ სატელევიზიო პროექტს ამ ტელევიზიაშიც და სხვა ტელევიზიაშიც, მათ შორის ქალბატონ ხათუნასთან ერთადაც. შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ასეთი კითხვის დასმა, თუ რატო ხვდები მე დღეს მოამბის კოლექტივს. მათ მე შევხვდები დღესაც, ხვალაც თუ და მე დასჭირდათ მათ ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც ყოველგვარი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გარეშე. არასოდეს მე არ ჩავერევი, ვერ ჩავერევი და არ მინდა ჩავერიო მოამბის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.